სურამის მოსახლეობამ წყალი 24 საათიან რეჟიმში მომავალი წლისთვის უნდა მიიღოს. წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. მსგავსი პროექტების განხორციელება კი ქვეყნის 17 ქალაქში იგეგმება. გელაშვილების 6-სულიანი ოჯახის მსგავსად სურამის მოსახლეობას წყალი ორხევისა და მიჯნის წყაროებიდან დღე-ღამეში 4 საათით ან კიდევ სასმელად უვარგისი გაუფილტრავი მიეწოდება. სურამელი ოჯახი სეზონზე ოთახებს უკვე რამდენიმე ათეული წელია აქირავებს. დამსვენებლების ძირითადი მოთხოვნა კი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და სველი წერტილებია. დაბის მაცხოვრებლებისათვის ტურიზმი შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. როხულის პრობლემები ვისაც აქვს და საერთოდ გულშისაც და დაავადებები ასეთი ტურისტები ხშირად სტუმრობენ და ამისთვის ბუნებრივია საჭიროა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. დებეტი გათვლილია, მოთხოვნა გათვლილია, გვაქვს საშუალებას დებეტი საკმარისია. ქონდათ 15 თვით და 50 ლიტრი გვექნება წამში. ეს ნიშნავს, რომ სურამზე უფრო დიდი მოსახლეობა იქნება. სუფთა და ხარისხიან წყალს 24 საათიანი გრაფიკით სურამის მოსახლეობას ზუსტად 1 წელში მიიღებს. პროექტის ფარგლებში წყლის ცენტრალური მაგისტრალი 32 კილომეტრიანი ახალი მილით შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების შიდა ქსელი. მოეწყობა სათავე ნაგებობა და 1 წლის სატუმბის სადგური აშენდება. გათვალისწინებულია ასევე 2 რეზერვუარის მშენებლობა. სურამში მიმდინარე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 70-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სურამლებისთვის, არამედ იმ ძალიან ბევრი დამსვენებლისთვის, რომელიც ტრადიციულად ზაფხულობით ჩამოდის სურამში. მათაც ექნებათ 24 საათიანი წყალი, ექნებათ უფრო კომფორტული პირობები და ეს ნიშნავს იმას, რომ მეტ ადამიანს შეიძლება აქ ჩამოსვლა. ეს კი თავის მხრივ კიდევ დამატებითი შემოსავალია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამიტომ ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს ხალხის მდგომარეობას, რეალურად ქმნის სამუშაო ადგილების და დასაქმების პერსპექტივას. სამწუხაროდ აქ პრობლემები კი მოდიოდა წყალი ყოველდღე, თუმცა რამდენიმე საათით. აი ეს პროექტი მოგცემს საშუალებას უკვე 12 თვეში და შესაძლებელია ცოტა უფრო ადრე ადამიანებს 24 საათიანი წყალმომარაგება დაულაგოთ. როგორც ვთქვათ, მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ჩვენ სამინისტროს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ამბიცია შემდეგი, რომ აბსოლუტურად ყველა ქალაქს უკვე წლის ბოლოს მივაწოდოთ ყოველდღურად წყალმომარაგება დაულაგოთ. სურამელებთან შეხვედრაზე წყალმომარაგების პრობლემის გარდა დავით ბაქრაძემ ჯარდაცვის სფეროსა და სადაზღვევო სისტემაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე გასულ წელს მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას, ოსიაურელ პედაგოგებს კი დაზიანებული საჯარო სკოლის რეაბილიტაციას დაპირდა. სკოლას აქვს მეორე კორპუსი, რომელიც არის დაზიანებული და რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი მოსწავლეებისათვის და ბატონი დავითი დამკვირდა, რომ აუცილებლად მოხდებოდა ჩვენი სკოლის რეაბილიტაცია და შესაბამისად შენობის ან დემონტაჟი. მას სჭირდება კომისია აქვს თავისი პროცედურები, რა თქმა უნდა, და ამ შემდეგ მოხდება ან დემონტაჟი, ან რეაბილიტაცია. დავაყენეთ საკითხი, რომ სურამის ყოფილი კინოთეატრის შენობა გადმოეცეს სურამს სპორტ დარბაზისთვის, რომელზეც მივიღეთ თანხმობა, რომ მოგვეხმარებიან ის დაბრუნებაზე ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის. არც ერთ სკოლას სპორტ დარბაზი არ აქვს. დარბაზის გარეშეა სურამი და ბავშვებიც და ახალგაზრდები გაიზრდებიან აქ. სურამის მსგავსად წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სართიჭალაში, წყალტუბოში, ომალოში, ოზურგეთში, საერთო ჯამში კი საქართველოს 17 ქალაქში დაიწყო. პროექტზე 5000-ზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული. 1 წელში სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაუმჯობესდება.